ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერება დღეს ასეთი მშვენიერი ადგილიდან უნდა ჩაგიწეროთ თქვენ გაშლა. და მოდით ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა, რა დაიმსახურეთ თქვენ აი ესეთი მშვენიერი, კარგი სამყაროსგან. აი რას გიმზადებს სამყარო ისეთი, რომ ასე თქვენ აი ძალიან გაგახარებთ რა, იმიტომ რომ მშვენიერები ხართ, იმიტომ რომ კარგები ხართ, იმიტომ რომ სულ ლამაზები ხართ და აი ვნახოთ სამყაროსაც რითი უნდა რომ გაგახაროთ თქვენ. რითი უნდა. მოდით სიგნიფიკაცია არ გავაკეთოთ, უბრალოდ ახლა ვიცი რომ კარგი ინფორმაცია ამოვა, ხო? და ეს ინფორმაცია შეინახეთ, დაიჯერეთ, რომ ნამდვილად ეს იქნება თქვენთვის რა. იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ხო, ვიცით ჩვენ, ის აუცილებლად მერე მოხდება, მხოლოდ იმ ფიქრსაც გააჩნია, როგორ უნდა იფიქრო, მაგას აუცილებლად გასწავლეთ მე თქვენ დეკემბერში. გვექნება ჩვენ ძალიან საინტერესო, აი, არ ვიცი, ტრენინგი ალბათ ან პროსტა გაზიარება ჩემი გამოცდილების, რომელიც მუშავს, რომელიც აი ერთ-ერთი არის აი ეს ვისვენებ რედისონში, კახეთში და აი ესეც იყო სხვადასხვა აქედან წამოვიდა. გასწავლით ყველაფერს, ვინც მოხვალთ ჩემთან. აუცილებლად. ეს იყო ოცნება. ალბათ 2 წლის წინანდელი. დღეს აქ ვარ. როგორ გასწავლით? და ეს არის ზღვაში წვედი. ნახოთ. რას გიმზადებთ თქვენ სამყარო? კარგი, საუკეთესო. რას გიმზადებთ სამყარო? კარგი, საუკეთესო. სულ მალე წითის განმავლობაში. მოდით ასე ავიღოთ ჩვენ, ხო? ჩვენ ხო სულ ვაკეთებთ. აჰა. აქ პირველ რიგში ნახეთ რას გვეუბნებიან ჩვენ. თქვენ რაღაც ძალიან დიდი სიხარული გექნებათ იმ ნახეთ როგორი მომენტია, თუ დაუშვათ რამე დანაკლისი ქონდათ, ხო? აი ხა ახალი დასტა მაქვს. სხვადასხვა ძალიან მაგარი. ახალი დასტა არის და აქ არის ნახეთ როგორი ულამაზესი, მე ჩავწერ ის ვიდეოს რომ განახებთ რა. თქვენ ამ სილამაზეს აუცილებლად ისე ჩავწერ, მე გაშლას. ახლა აქ ცოტა რაკურსი ვცდილობ რომ დავიჭირო, რომ დაინახოთ. ნუ კაროჩე. აქ იქნება ძალიან დიდი სიხარული. შეიძლება თქვენ წახვალთ სადმე ერთად მეგობრებთან, კი, იქნება აქ აუცილებლად რაღაცა სასიამოვნო გზა თქვენთვის, ძალიან სასიამოვნო გზა. შეიძლება თქვენ დაუშვათ აპირებთ, ან აპირებდით, მაგრამ და რაღაც არ გამოდიოდა, მაგრამ აი აქ გზა იქნება, აი ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი. შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ აი ფული რა ვიცი, რომ არ მეყოს, გეყოფათ, ფულის გეყოფათ, ყველაფერს გეყოფათ, აბსოლუტურად აქ როგორი მომენტი არის, იცით? თუ თქვენ, ნახეთ, რას მეუბნებიან, ჩვენ აუცილებლად ამ გოგოს მივცემ დიდ სიხარულს, აუცილებლად. აი ნუ რაღაცა ზეიმე, ეს არის სამიანი თასების არის საერთოდ ზეიმე, კარგი დროს ტარება, რაღაცა სასიხარულო ამბავი, აი ესეთ ადამიანებთან დროს ტარება, ვინც მართლა ძალიან გიყვარს, ვისაც აი სიამოვნებს ყოფნა, ხო? მაგრამ შეიძლება შენ გქონდა ეს მომენტი, რომ ფიქრობდე, რომ დაუშვათ ახლა არ ვიცი, გამომივა საერთოდ მე ეს წასვლა, აი ფული მეყოფა, ან შევძლებ, აი აქ ამას გვეუბნებიან, ნუ ფიქრობ მაგაზე, აი ნახეთ, ნუ ფიქრობ მაგაზე, ნუ ჩვენ ყველანაირად უკვე მზად ვარ, რომ დაგეხმაროთ შენ უბრალოდ მოინდომე, ეს გზა აუცილებლად გელოდება შენ და ეს გზა იქნება შენთვის ძალიან სასიამოვნო. შენ კარგად იგრძნობ თავს, ძალიან კარგად, შენ იამაყებ იმით, შეიძლება თქვენ დაპატიჟებთ თქვენს მეგობრებს სადმე და მოგეცემათ მაგის შესაძლებლობა, შეიძლება ეს დაბადების დღე არის კიდე. აქ არის როგორი მომენტი, შენ თუ ფიქრობდი, რომ დაუშვათ სასიყვარულო თემაში, ხო? აი აქ შემიძლია ეგაც თქვა დაკარგე შენი სიხარული, შენი სიყვარული, ან შეიძლება იყო კარგი პერიოდი, მაგრამ მერე ცოტა რაღაცა შეიცვალა სიტუაცია, ხო? აი გეუბნები ძალიან კარგად იქნება ყველაფერი. პლუს კიდე რაღაცას მოდის ინფორმაცია, შეიძლება თქვენ აქ რაღაცაზე დახარჯეთ ფული და რა არის ეგა? რაღაცაზე კი ბატონო,
მაგრამ აქ რა არის იცით, როგორც დახარჯე, ისევ მოგცემენ უკან, თან ძალიან ბევრს. პლუს კიდე ნახეთ, აქ ან კიდე ერთი რაღაც ძალიან საინტერესო თემა, შეიძლება თქვენ მოგეცემათ ფული, საშუალება იმისათვის, რომ თქვენ სადღაც დაისვენოთ, სადღაც კარგად გაატაროთ დრო. კიდევ ისევ იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვენ გინდათ რომ იყოთ და ვისთანაც გაგეხარდათ. არ ვიცი, შეიძლება დაბადების დღე გაქვთ ვიღაცას, შეიძლება კორწილი აქვს, ან ნათლობა, რა ვიცი, ისეთი რაღაც ენერგია მოდის რა. შეიძლება სიტყვას ვიღაცა შვილს გააჩენს, არ არის გამორიცხული და ძალიან კარგი ზეიმი გექნება. შეიძლება თუ თქვენ ორსულად დარჩით, როგორც ვიღაცის ეს იქნება ინფორმაცია, არი დარდოთ იმაზე, რომ ღმერთო ბავშვზე რა უყო, ამდენი ხარჯიც ხომ მჭირდება, ამდენი რაღაცა, აქ ყველაფერზე გექნებათ, აქ დალოცვილები ხართ, თქვენ ნახეთ ახლა მაღალი ძალებისგან, დალოცვილები ხართ მაღალი ძალებისგან, ნახეთ როგორი ენერგია მოდის და აუცილებლად თქვენ დაგეხმარებიან ყველა ვარიანტში, თქვენს ინტუიციას უსმინეთ. თქვენს ინტუიციას უსმინეთ, იმიტომ რომ აქ თქვენში კიდე შემიძლია გითხრათ რაღაცა გაიღვიძებს ძალიან მაგარი ძალა. ნახეთ როგორი საინტერესო არის რაღაცა ახალი აქ უეჭველი ვიღაცა სადღაც რო წავა, გოგოება შეიძლება თქვენ ვაფშე აზზე არ ახართ, მაგრამ წახვალთ სადღაც. მართლა გეუბნებით რა, ბიჭებოც და გოგოებოც რა. და სხვათა შორის ეს იქნება ჩქარი წასვლა და ძალიან რომელიც გაგეხარდებათ, ისიამოვნეთ. იქ სადაც წახვალთ, კარგი ამინდი იქნება, მართლა გეუბნებით, რაღაც სასწაული მოდის. კარგით, მოდით კიდევ ნახოთ ახლა ჩვენ ეს გაგეხარდებათ, ულამაზესი დასწრა, რაღაც ისეთი ენერგია მოდის, რაღაც გინდა რომ გაშალო რა, ისეთი ლამაზი დასწრა არის. მოდით ახლა კიდე ამაზე გავშლი კიდე და მე კიდე ახალი დასწრები მაქვს. ვიცით მე როგორ მიყვარს ახალი დასწრები. და ნახოთ კიდე რა გაუხარდება ამ გოგოს, რომ ბიჭს გოგოს, ვინც მე მიყურებს. ეხლა ამ ლამაზი ადგილიდან ვინ ტრიალებს ჩემთან ერთად აქ ამ სილამაზეში, მაგ ადამიანისთვის სასიხარულო ამბავი რა მოდის ამათთან. რა სასიხარულო ამბავი მოდის, მაგათთან. რა სასიხარულო და აჰა, იგივე კარტი ამოდის, გეუბნებით რა. ანუ, ნახეთ ახლა რა ხდება. აქ თქვენ აუცილებლად რაღაცაში რჩებით გამარჯვებული. რაღაცაში რჩებით ძალიან გამარჯვებული. და რაში ნახეთ, აქ პირველ რიგში თქვენი ვარსკვლავი, даже ნახეთ როგორ მოდის, რისიც არ გჯეროდა და ფიქრობდი შეიძლება რომ რაღაც რა ვიცი ახლა გამომივა, აუცილებლად გამოჯამრთელება, კიდევ რა ეს მინდოდა მეთქვა. ვიღაცა თუ თქვენ იყავით, ავად დაუშვით, რაღაცა გაწუხებდეთ, ხო? აუცილებლად თქვენ აქ ამ ყველაფერს გაუმკლავდებით. აქ თვით მაღალი ძალები, გეუბნებიან მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, შენი ცუდად ყოფნა, შენ გამოჯამრთელდები. ნახეთ, კიდე აქ თქვენ თუ ხართ დაკავებული რაღაცა საქმით, ხო? ანუ შეიძლება თქვენი ნიჭით, გეუბნებით, აქ აუცილებლად გზა გეხსნებათ. პლუს კიდე ძალიან მაგარია თუ თქვენ რამე პროცედურები გინდათ რომ გაიკეთეთ, ხო, გოგოება, რაღაცა შეიძლება თქვათ, სილამაზეს, ხო, ეს ნემსები რაღაცები, ხო? ძალიან მაგრად, შეიცვლებით. აქ თითქოს იცით როგორ შეგრძნება მაგ, გაახალგაზრდავება მოდის თქვენი. რაღაც ესეთი ენერგიები არის რა, თითქოს ძალიან ლამაზი იქნები, ხო? დასრულდება აქ რაღაცა პერიოდი, სხვათა შორის თქვენ შეიძლება ვიღაცა აქ სწავლობდა რაღაცას და ეს პერიოდი შეიძლება არ იყო თქვენთვის ადვილი, მაგრამ სამაგივროდ იმისთან ლამაზ გზაში წაგიყვანთ ეს თქვენი ცოდნა, იმისთან ლამაზ გზაზე. ნახეთ ახლა ყველაფერი თქვენთვის არის, ნახეთ რამხელა სიუხვე არის, ეს ოქრო საერთოდ, ეს რაც არის აქ სხივები, ხო? ეს არის სიუხვის გზა, სიუხვისკენ მიდიხართ თქვენ. აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ აქ იყავით კი
ну შეიძლება დაასრულეთ რაღაც, ну სადაც სწავლა ეხლა ესეთი პროცესია რომ რა გითხრათ. ну ძალიან ისეთი მომენტი არის, აქ ნახეთ რა ლამაზია, რა ფანტი არის რა. ახალი რაღაცა ცოდნა მიიღეთ და აუცილებლად ეს ცოდნა მოგიტანთ თქვენ წინსვლას. კიდე თუ თქვენ შეიძლება აი ამ რამე საბუთებსაც შეიძლება ელოდებოდეთ და ბევრი დრო გჭირდებოდეთ. კიდე რა მომივიდა ისეთ ზოგი შებარი მომსაკეთებდა სხვა შორის აქ თავის მშობლიურ სახლში და უკვე დაასრულეთ და უკვე გამოსვლა გაქვს და მიდიხართ თქვენს გზას, რა მომივიდა ეს შეიძლება იყოს აქ ვიღაცისთვის კი. პლუს კიდე ნახეთ, ну რა თქმა უნდა, აი დასვენება, აი კიდევ რაღაცა ძალიან კარგი დასვენება გელოდებათ რა, აი ძალიან კარგი და პლუს კიდე თქვენ შედიხართ რაღაც ისეთ პერიოდში, სადაც მართლა ის ადამიანები, ვინც აი იქნებიან თქვენს გვერდით, ხო? აი ძალიან ისე ამოვნეთ. ეს შეიძლება სამსახურსაც ეხებოდეს, სხვათა შორის შეიძლება სამსახურს ნახავთ ისეც, რომ სადაც თქვენ აი ბოლოს და ბოლოს იტყვით რომ აი რა კარგია, აი აქ ვისვენებ და აქ რა კარგად უგრძნობ თავს. ну მოდით ეს ავიღოთ კიდე ეს ახალიც ავიღოთ ეს და დასწრა და ნახოთ აბა სასიყვარულო თემაში. რა გელოდება თქვენ, რა გაგეხარდებათ, ხო? აი, იმიტომ რომ ეს დასწრები მაქვს, დაყოფილი ეს იმისთვის მიყვარს ეგეთი და რა ქვია, დაყოფა. დაყოფა მე კი არ მიყვარს, მოდის რა აი თავისით. მოდით ნახოთ ახლა ჩვენ სასიყვარულო თემაში რა გაგეხარდებათ სულ. სასიყვარულო თემაში. მოდით, ნუჯუტობ. თქვენი იმპერატორი. მოდის. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ სამი მაღალი არკანი სასიყვარულო. აქ ძალიან დიდი ცვლილება იქნება თქვენს იმპერატორში. ნახეთ რა ხდება. მან გაიარა ეს ტრანსფორმაციები, რომელიც ჰქონდა. ძალიან აი ისე ტრანსფორმაციები ჰქონდა, რომ აი ნუ ძალიან დიდი ხანი ეთყობა იჯდა ეგ სიბნელეში, ასე თქვათ, მაგრამ ახლა წამოვიდა, ნახეთ მზისკენ, ხო? თავისი ვარსკვლავი არის ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოჯამრთელობა, როცა გამოჯამრთელდება ადამიანი. აი ეს არის და რას მოიტანს? ბოდიშით აქ ხალხი არის ჩემს გარდა კიდე. კი ბატონო. მანამდე გავხსნი. ისეთ როგორი თემა არის აქ? აქ ადამიანი, აი აქ ამაში ხო ნახეთ როგორი თემა? ეგრევე მაჩვენეს, რომ არის იმპერატორი. ანუ რას ნიშნავს მოდით ასე რომ ვთქვათ იმპერატორი? ადამიანი, რომელმაც მართლა მიხვდა, რომ ვთქვათ, მე უკვე პაჟი აღარა ვარ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მამაკაცს არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის, ხო? ყველა კაცი კაცობს, მაგრამ კაცობ ეგ არ ნიშნავს, რომ შენ მართლა თვისებები უნდა ქონდეს, ქმედებები უნდა ქონდეს, ისეთი რომ შენ, ქალმა თქვას, რომ ნამდვილი მამაკაცი არის ჩემს გვერდზე. შეიძლება აქ ადამიანი დიდი ხანი იჯდა აი ასეთ ბავშვურ პოზიციაში, დიდი ხანი იჯდა ამ ბავშვურ პოზიციაში, მაგრამ მოვიდა დრო და შეიყვანეს ეს ადამიანი უკვე ტრანსფორმაციაში რა. და იმ ტრანსფორმაციაში რომ შევიდა, ანუ როცა უნდა დაფიქრებულიყო, რომ თქვათ, მე მართლა ახლა აქ ჩემს გვერდით არის საერთოდ ისე რომ თქვათ, ვარსკვლავი ქალი, ხო? უნდა გავხდე მე უკვე პაჟიდან, უნდა გავხდე მართლა პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე ესეც უკვე კაცი, რომელიც ნამდვილად უკვე შეუძლია მაგას პასუხის აღება თავის თავზე. და ამიტომ ნახეთ არა აი მიტრიალებდა პენტაკლების რა ქვია მაგას რაინდი. პენტაკლების რაინდი. თან კიდევ ვიფიქრე მეთქე როგორ გადახდა, მეთქე რა ვიყო ჩაღე ბიჭი არის. არა, წავიდა პენტაკლების რაინდში. პენტაკლების რაინდი ცოტა არის ნელი ენერგია, მაგრამ იმპერატორად გვაჩვენებს ჩვენ ეს თავს რა. მეთქე ხა როგორ არის ახალი დასწრა და ხო, მოიცადეთ საინტერესო. ხო, აქ სხვათა შორის ნახეთ, მაჩვენებენ უბრალოდ დიდი ხანი ეს ადამიანი ფიქრობდა, მანძილი იყო თქვენ შორის, რა თქმა უნდა, როცა არის მე-13 არკანი და როცა მივიცი უკვე აქ რო გვაჩვენებენ იმას, რომ არის ტრანსფორმაცია, ხშირ შემთხვევაში არის პაუზა, რა თქმა უნდა.
და პაუზაში ხდება ეს ყველაფერი. იქ ბევრჯერ მithქვამს, რომ ზოგჯერ ტრანსფორმაციას გადიან თქვა ერთად ესაშენელება, ზოგჯერ პირიქით აშორებენ და თავისთვის არიან ორივენი რა. იქ მასე უფრო დამერწმუნოთ ადვილია ტრანსფორმაციას ესე რა ქვია გავლა. და აი აქ ეს ადამიანი იქ სადაც იყო დიდი ხანი პაუზა ხო იყო დიდი ხანი იყო პაუზა აქ მან ბევრ რამე იფიქრა გაიგე და მიხვდა რომ მე მინდა დაბრუნება იქ სადაც კარგად გრძნობ თავს იქ მე მინდა რომ ვიყო იმპერატორი მინდა ვიყო ხო იმიტომ რომ აქ ნამდვილად ვერ ხედავს ეგ თქვენს გარეშე ეს ადამიანი ვერ ხედავს ცხოვრებას მზად ვარ ვიმუშაო მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი ამ სიყვარულისთვის რა ბევრი მინდა ვიშრომო ჯერ არ ვიცი როგორ იქნება რანაირად იქნება მაგრამ ვიცი მზად აქ არის მზად ყოფნა ეს არის მთავარი მზად ყოფნა კი ბატონო და აუცილებლად უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისათვის რომ აი ნახეთ სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი ამ ყველაფერს რაც ხდება თქვენ კი აქ სხვა თუ ეს ადამიანი ან გადაწყვეტილება მიიღო რომ დაუშვათ ოჯახის შექმნას ანუ თქვათ ახლა შემოგთავაზა ცოლობა შემოგთავაზოს იმიტომ რომ პაჟის თემა არის და ეს კიდეც რაინდ ეს არის მივდივარ მოვდივარ აი რაღაცა ფიქრობ ვერ წვით და აი აქ უკვე სიტუაცია როგორ არის იქ სადაც იყო ეს ადამიანი იფიქრა იმაზე რომ მე სერიოზულად მინდა ეს ურთიერთობა გავანვითარო რომ მე მინდა ოჯახი სულ მცირე აქ აი ძალიან სულ მცირე რომ ერთად ვიცხოვროთ მაგრამ ისე რომ გითხრათ ახლა პრინციპში აქ ადამიანი უკვე ფიქრობს რომ უნდა გავაკეთო ნაბიჯი თითქოს ეთქობა არჩევანი გააკეთა უკვე მაგრამ კი არჩევანი გააკეთა და მიხვდა რომ მე აი მარტო რა მინდა ნამდვილად მარტო რა მინდა არა აქ იცით როგორი კი აქ ადამიანი ბევრს ფიქრობდა და ეხლა გააკეთებს უკვე ნაბიჯს ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გააკეთებს ეგ უეჭველი ну всё აქ გოგოება გეუბნები დამიჯერეთ ვიღაცას მართლა ელოდება წინადადება ბიჭესგან ხო გეუბნებით სულ მცირე ის რომ თქვენ ერთად იცხოვრებთ ეს არის მცირე ზოგისთვის აი და შებადაში ბევრისთვის იყოს რომ ადამიანი აქ მოვა და სერიოზულად ხელს გთხოვთ ну ნამდვილად მაგას გისურვებთ ის ვინც ელოდებით ამ სასიამოვნო ამბავს